სალამი, როგორ შევამოწმოთ ხოლმე მდგომარეობა ვიზის სტატუსის განხილვა, სავიზო აპლიკაციის განხილვის სტატუსი კანადის. უნდა შეხვიდეთ ამ საიტზე. აქ რო შეხვალთ, იქნება ესეთი პორტალი და თქვენ მოგთხოვთ ელექტრონულ პოსტას და პაროლს, რაც თქვენ უნდა გქონდეთ. სხვები თქვენ არ მოგცემენ, მაგრამ მე გაძლევთ რა ვიცი ამ იმას ეს საიტი, აქ შეხვიდეთ ტურისტულ ვიზაზე გულისხმობ. ხოლო ტურისტულზე აქ. აქ უნდა შეიყვანოთ უკვე თქვენი ელექტრონული პოსტა და პაროლი. უნდა იყოს დარეგისტრირებული ახლა. მოკლედ შევედით აქ, მედავთ ესეთ რაღაცას, რა. აი ამას აჭერთ აი ამ ღილაკს. გამოდის ესეთი რაღაცა, პორტალი. და ესეთი რაღაცა არის, აი რამდენიმე ანკეტაც არის, ყველას აქ ეს რა ამას უნდა დააჭიროთ და ნახავთ შიგ სტატუსზე რა ხდება. ესეთი რაღაცა არის. თუ თქვენ ბიომეტრია ჩაბარებული გაქვთ, აი ესეთნაირად დაწერს. და აი აქ წერს, რომ ბიომეტრია ჩაბარებული. ბიომეტრია და ბიომეტრიის ვადა არის აქამდე. მერე შემდგომ რა უნდა? შემდგომ უნდა ჩახვიდეთ ქვემოთ. ხედავთ? გადიხართ ქვემოთ, არის ესეთი რაღაცა. პირველი სასურველია დააჭიროთ ამას გამოვა PDF-ი, ეს PDF-ი უნდა შეინახოთ, იმიტომ რომ იქ წერია ანკეტაში რა არის შევსებული, წაიკითხეთ და ნახეთ მეორე თუ ბიომეტრია არა გაქვთ ჩაბარებული, მოვა ასეთი წერილი, biometrics letter. დააწვევით ამას 30 დღე გაქვთ იმისთვის, რომ ბიომეტრია ჩააბაროთ სავიზო ცენტრში, კონსულში არ ბარდება. მოძებნეთ ახლო ქალაქში, რომ კანადის სავიზო ცენტრი უნდა ააკრიფოთ ეს რა. კანადა ვიზა ცენტრ და თქვა თბილისი. ხო, ესეთნა დაიგუგლება და თქვენთან არის ეს ნიკოლოზ ყიფშიძეს 9-ში ვაკეში პირველ სართულზე. მათ სავიზო ცენტრი შეიძლება სხვაგან ჩააბაროთ. უნდა ჩაეწეროთ საიტის მეშვეობით, მიიტანოთ ეს წერილი, პასპორტი. უნდა ჩაეწეროთ საიტიდან ვიზიტის ფურცელი და მე რომ გითხარით თანხმობის ფურცელი. consent forma ხო. ეხლა ნახეთ რა ხდება. გაგრძელდება ჩვეულებრივად განხილვა და აი აქ მოვა ხოლმე წერილები რა პასუხი იქნება. თუ მოდის თანხმობა, აი ხედავთ აპლიკაციის სტატუსი. და დაიწერება აი your application was approved. Approved ნიშნავს რომ თანხმობა მოხდა. თანხმობას როცა გაძლევენ თქვენ. აი ნახეთ როგორ რაღაცა იქნება. აი აქ მოვა ესეთი წერილი. ხოთ მომაწოდოთ მაგალითად პასპორტი სავიზო ცენტრში. და მოსვლის თარიღია 3 ნოემბერი. ნუ სადღაც 30 დღეში, როგორც ბიომეტრია უნდა ჩააბაროთ 30 დღის განმავლობაში, 130 დღის განმავლობაში პასპორტი უნდა მიაწოდოთ სავიზო ცენტრში. მიხვიდეთ პირდაპირ პასპორტი და ამ წერილი. ეს წერილი ეს PDF-ია, უნდა ამოიბეჭდოთ, იმიტომ ეს ნიშნავს უკვე თანხმობა. ხო, თუ ვარია, მაშინ იქ ვანაირად მოვა რა. ხო, თუ ვარია აქ მოვა სხვა წერილი, ვარის წერილი, ეწერება რატო გაძლევენ უარს. და თქვენ გაქვთ 30 დღე რომ ეს პასპორტი ის რაც შეიძლება მალე მიიტანოთ. თვითონ გააგზავნიან საკონსულოში, სავიზო ცენტრი გააგზავნეს კონსულოში. და შემდგომ აქ სტატუსი შეიძლება რომ დაიწერება ფინალურად. რაღაც სხვანაირი სტატუსი იქნება, როცა ვიზა იქნება პასპორტში და ისევე კანადის საკონსულო გამოაგზავნის ამ პასპორტს იგივე სავიზო ცენტრში. რაც წინა ვიდეოში საუბრე,
ფორმა იქნება საჭირო შესავსებია რაღაც თანხმობის 4 გვერდიანი. ჩემ ვიდეოებში არის ეს როგორ ივსება. ან თვითონ სავიზო ცენტრში შეგავსებთ. აუცილებლად ეს თანხმობის წერილი ჭირდება, რომ რა თქმა უნდა სავიზო ცენტრი მიხვდეს, რომ თქვენ თანხმობა